მოგისალმებით, ძვირფასო მეგობრებო, ტაროს კუთხე არის ჩემი გვერდი. პირადი კონსულტაციები არის ფასიანი და ძალიან ბევრი მწერთ ფინანსებზე პრობლემას. დიდი ხანია, მაინც ესე რომ ვთქვათ, არაფერი შემითავაზებია, თუმცა ჯადოს წმენდები. რა ვიცი, სულ ნახევარფასებში მაქვს დიაგნოსტიკა, სხვა არა. დიაგნოსტიკა არ აგერიოთ. დიდი ხანია უკვე და მაგის გამო ადამიანი დამენდურა, მე ვამდენი გადამახთევინე და სინამდვილეშიო მერე ვიღაცა გამოგიგზავნეო და მას ნაკლები გადაახთევინეო. ახლა დაემთხვა ესე კაცო და მერე კიდევ ასეთ რაღაცასაც ვაკეთებ, როცა ვიცი ვიღაცა თქვენგან მოდის ან რაღაცა ფასდაკლებები რავი. იმის მაგივრად რომ გახარებოდა, ეწყინა. ხო და ამ შემთხვევაში ნახეთ როგორ არის შემოგთავაზებთ ეხლა ამ ნოემბრის თვეში მთლიანად მოდი წესით მე როგორც ვასუფთავებ მაგას მთვარი არ ჭირდება, მაგრამ მაინც უკვე რომ მთვარე კლებაში წავა, აი მაშინ გავაკეთოთ ეს დაახლოებით ეს იქნება ნოემბრის ბოლო და შემოგთავაზებთ ფინანსური არხის ერთჯერად პატარა გასუფთავებას საერთოს. ახლა ეს არ იქნება სრული ჩემოკარგებო, რომ იცოდეთ და აქ ღირებულებაც არ მაქვს მითითებული. ვისაც როგორ გაქვთ საშუალება, აი ისეთნაირად გავაკეთოთ ეს. უბრალოდ გადახთილიას თემა დაფიქსირდეს. ესეთ რაღაცას ხო. აი ამ საახალწლო ბოქსებში კიდევ შემიძლია სამაჯურები და პატარა ტესტერების სახით ან სანთელი ან რაღაცა გაგიკეთოთ ძალიან მინიმალურ ბიუჯეტურ ფასაც, თუ აქაც ესე დავადო ფასი. მაგას ვფიქრობ. არა, მინიმალური ღირებულებით იქნება. თუმცა იქნება მთლიანად მოდი ფინანსებზე ორიენტირებული. კი ბატონო, ესეთ რაღაცას გთავაზობთ. ამჯერად ნოემბრის ბოლოს ვაკეთებთ ესე იგი ფინანსური არხის ცოტათი რაღაც, რა ვიცი, გასუფთავებას. ერთჯერადად რო ალბათ ხელი უფრო მოიბრუნოთ, ესეთი ვარიანტი არის ეს. ამიტომ ამას არ აქვს მანდა მაინც ამდენი გადაიხადეთ და ნუ ღარ დამისვამთ კითხვას მაგ თემასთან დაკავშირებით და დანარჩენი უკვე საახალწლოშიც ესეთი ძალიან ესეთი ვინც მყავხართ, ჩათვალეთ ეს არის ჩემგან ძალიან დიდი საჩუქარი, ხო? იმიტომ რომ იქნება რა თქმა უნდა თქვენზე გააქტიურებული სამაჯური და იქ გადავწყვიტა უკვე დავუშვათ ეთერზეთი გამოგიგზავნოთ თუ სანთელი, რომ რაღაცა თანხა შემოგივიდეთ. Საღაციდან გაჩნდეს, ან ვინღაცამ შემთხვევით მოგწეთ, ან დაგეხმაროთ, ან რა ვიცი ამსახური და ასე შემდეგ. შეიძლება ორივე ჩაგიდოთ. ნახოთ აბა ეხლა რა ხდება თქვენს ფინანსებში. ორი ვარიანტი გავაკეთოთ. პირველი და მეორე. მოდი აქ გამოვიყენოთ სანთლები. პირველი ვარიანტი ყვითელი სანთელი, მეორე ვარიანტი იასამნისფერი სანთელი. და ავირჩიოთ რა ხდება თქვენს ფინანსებში, რა ბლოკავს, როგორ არის და როგორ იქნება, ხო? მოკლედ რო აერჩიეთ. პირველი ვარიანტი, ვინც ჩაიფიქრა ყვითელი სანთელი. რა ხდება თქვენს ფინანსებში ამჯერად? რატომ არის დაბლოკილი?
ვინ არის ეს რა ურთიერთობა გაქვთ? აქ ვიღაცა ქალბატონი გიბლოკავთ ფინანსურ ენერგიას. რომელთანაც ქალი გიბლოკავთ ფინანსურ ენერგიას. ამ ქალს შეიძლება ახალგაზრდა ბიჭი ყავს. რაღაც ეს არის ესე ცოტა შური და ესეთი რაღაცა რო არის. ნახეთ, თითქოს უნდა რომ კრიზისში იყო და მოდი ასე გეტყოდით, ვინმე ხომ არ დაეხმარეთ ან ეხმარებით. ეხლა ყველასთვის თქვენთვის აკრიბეთ რომელი არის თქვენი ვარიანტი. აქ აშკარად ჩაკეტილი არის თქვენს ინტერესებს, აი სიმწრით რო აკმაყოფილებთ, ესეცი არის. ხო, ეს ინტერესები რა არის? ახლა ყოველდღიური, თორე მე არ ვამბობ ეხლა აქ გუჩები და მუჩები სყიდვას, ხო, არ გულისხმობ. მაგ ინტერესებს არ გულისხმობ. აქ შესაძლებელია ვინმეს ეხმარებით. ხდება ესეთი რაღაცა. დავუშვათ მამა, კაც, ბიჭს ან რაღაცა თხოვეთ. და გაიგოდე და რა ვიცი მე შეიძლება მისმა ყოფილმა ასე რომ ვთქვათ ან ვიღაცამ ეს თემა და არ არის გამორიცხული რომ აი როგორ არის ეცე უნდა რომ დაიბლოკოთ აღარ გქონდეთ ფინანსები იმიტომ რომ მერე ვეღარ დაეხმარებით. გამიგეთ? ბევრთან შესაძლებელია ეს ვარიანტიც იყოს. ყოველ შემთხვევაში ეს ქალბატონი რატომღაც ისე არის გახიდული აშკარად აკეთებს რამეს ეს ქალი თქვენთან მიმართებაში. გიბლოკავთ კი, მაგრამ ეს არის როგორი დაბლოკვა იცი? აი წყალი არ მოგისხათ რამე კარებში. ან კარებზე ნემსი, ან რაღაცა, რამე ხო არ გიპოვიათ? რა გიბლოკავთ ფინანსურ ენერგიას? პირველი ვარიანტი. ნუ გეშინიათ, მაინც ამას გადალახავთ ეს რამდენი ხანი გაგრძელდება. ძალიან ცოტა ხანი. მე ასე გეტყოდით, აქ რომ გაიხსნათ თქვენ ფინანსური ენერგია, ცოტა რაღაცა დაარქვით სახელით. აი მოდი ყველაზე ბიუჯეტური ახლა რა არის. თუ სახლში ცხოველი გყავთ, აიღეთ მისი საკვები და გაიტანეთ და ეს ქუჩის ძაღლები დააპურეთ, თუ არა და პურის ნატეხი აიღეთ და ფეტვი ძალიან კარგი არის რომ იცოდეთ, ფეტვის ყიდვის საშუალება თუ გაქვთ. ფეტვით ხელი შემოbrunება, თქვენ წარმოიდგინეთ რიტუალებშიც კარგი არის ფეტვი. და დავუშვათ ფეტვით გამოკვება მტრედების და რაღაცების, ხო, ძალიან კარგად მუშაობს რომ იცოდეთ, მაგრამ თუ ამის საშუალება არა გაქვთ, ამ შემთხვევაში აიღეთ პურის, ჩვეულებრივი პური და რაღაცა დაუყარეთ, ხო? რომ ხელი შემოიბრუნოთ, აი ამისთვის აკეთებთ, თუმცა სახელი დაარქვით, ვიღაცა მითხრა, ისო იმას არ ნიშნავსო, რაღაცის თვითონ სანაცვლოდ თუ სანაცვლოდ და ესეო, როგორ შეიძლება რაღაცა ეს, რა ვიცი, მიხვდებით, რასაც გულისხმობ აზრს, ხო? და ბიჭო, ახლა გასაგები არის, მაგრამ შენ ახლა გჭირდება რაღაცა და ხო, რაღაცის სანაცვლოდ უნდა გააკეთოთ, რაც არ უნდა ცუდად ჟღერდეს ეს თემა. ამ შემთხვევაში ესეთი რაღაცა, აი მადლიერების ვარიანტი და შეწირულობის ესეც არის, ხო? ფულით არავის დაეხმაროთ გზაში, მით უმეტეს გზაჯვარედინებზე. გზაჯვარედინზე ფული გადაყარო ჯობია, უბრალოდ და თქვათ გადახდილი ან მდინარესთან დადგეთ პირშებრუნებული და გადაყაროთ ეს ხურდაფული და თქვათ რომ გადახდილი არის ყველაფრისთვის თუ რამე გადასახადი მქონდა გადახდილი მაქვს, ხო? ვიდრე დავუშვათ ვიღაცას ესე თანხაობრივად დაეხმაროთ და მისცეთ ჩემო-კარგებო. აქ შემოგიბრუნდებათ ხელი შემოდის ეს პატარა რაღაცეები გააკეთეთ, შეგიძლიათ ჩვეულებრივი ახლა თქვენ არ გაქვთ სპეციალურად შეძენილი სანთლები, ვისაც გაქვთ ჩემი ნივთები შეძენილი ხალხო, ეს უნდა მოიხმაროთ, იმისთვის არის. ის ჭხირები არის, უნდა დაანთოთ, ის სანთლები არის, უნდა დაანთოთ და ჩაჩურჩულოთ. ის თუ არის, რა ქვია, ფინანსების თუ არის, რომ ფინანსების არხი გაიხსნას და შემოვიდეს, გჭირდებათ, უნდა უთხრათ და ელოდებით, რომ ფინანსების შემოვა, თუ კი დავუშვათ, აი ეს ჭხირები ხო გაქვთ, სანთლები არის თუ რაც არის. მაგი უნდა გააკეთოთ, ესე უნდა დაანთოთ, კი არ უნდა უყუროთ ამას.
რამდენიმე წუთით მაინც აღრჩოლეთ ბოლომდე დაწვას არ გეუბნებით, ხო? ყოველდღიურად. რომ გასუფთავდეს, აი ესეთი, ნახეთ, უბრალოდ შემოტარება ეს უკვე ასუფთავებს, თუნდაც ამ თოჯინას თუ არის ახლა ენერგეტიკულად, ну, ახლა თქვენ უყურებთ აქედან, ხო, ჩემგან როგორ დაზიანდება ეს რა ქვია? გაიწმინდება. აი აქ დავუშვათ ახლა მე რომ მიდევს ეს მინერალებია თუ რაღაცა იწმინდება. ახლა მას მთავარი ქიმწმინდა და ყველაფერი ესე რომ თქვა, ჩემგან ჩატარებული აქვს და ეს არის ელემენტარული, ყველაზე მარტივი. და ამ წუთში საკმარისია, თუ ეს საკმარისი არ იქნება, უკვე მე რა თქმა უნდა ვიცი და სხვანაირად ვიმაშვები, უკვე ვასუფთავებ ყველაფერს რომ მიცოდეთ და ეს არის ყველაზე მარტივი, რომელიც თქვენ შეიძინეთ, ასევე სანთლები. სახლის სანთლები ვინც იყიდეთ და გააკეთოთ. კი არ უნდა უყუროთ ამ ყველაფერს. ის ზეთებიც უნდა მოიცხოთ და უნდა შეჩურჩულოთ თანაც. ხო, იმიტომ რომ თუ არ ჩაჩურჩულებ, ჩვეულებრივი ზეთი წაიწყე და არაფერი ძალა არ აქვს. აი, გინდათ ხო დაუშვათ ეს ფინანსები შემოვიდეს, აი, უნდა მოიწყო და თან უთხრა რომ გააქტიურებულია ფინანსური არხი, კოდი, რომ შემოვიდეს თქვენთან. ხო, წმენდებს ვინც გაიკეთებთ, წმენდებში არა. წმენდებში კი არა, ბოქსებში ჩაგიდებთ თქვენი ფინანსური არხის კოდს, ეს იქნება, რა თქმა უნდა, ასევე ასე რომ ვთქვათ, დანამატი საჩუქარი აი ამ სამაჯურებთან და სანთელი და ეს ხო მათ ვთქვი, დანამატი, ფინანსური არხის კოდის დანამატი. ხო, დანარჩენი, ვისაც გულსაკიდად უნდა და მათ ატაროს, ეს უკვე დიდ ბოქსებში იქნება და თქვენ უბრალოდ ესე მაინც გეტყვით და ცოტა სხვანაირად იქნება შეფუთული. აქ ყოველ შემთხვევაში ესეთი რაღაცები გააკეთეთ პირველი ვარიანტი და თქვენ აქ რაც არ უნდა ესე მაინც თქვათ ახლა 0-ზე არა სტაბილური შემოდინება აქ თანხების არის და აუცილებლად იქნება. ნუ შეგეშინდებათ. Ну, ცოტა არის აქ პარაზიტი, მე ვერ ვიტყვი რომ ეს ემთლად არის და შიშიც გაქვთ შიშით და ეს უნდა განთავისუფლდეთ. თუმდაც შეგიძლიათ იყიდოთ შავტარიანი ჩვეულებრივი დანა. სხვათა შორის ახლა თქვენ არც ერთი არ ხართ ესენი მაგები და რაღაცა ხომ პრაქტიკოსები, მაგრამ შეგიძლიათ გააკეთოთ ესეთი რაღაც იყიდოთ შავტარიანი დანა და უბრალოდ აღარ გამოიყენოთ ის სამზარეულოში. შეინახეთ, მაგრამ როდესაც ეხლა რა თქმა უნდა ესე ცეცხლზე გადაატარეთ ან ესეც საკმეველზე რომ გაიწმინდოს. ცოტათინ გასუფთავდეს ხო ეხლა მაინც ხედარის აქ ქონდა. და ნუ კარგი ესე გეტყვით უბრალოდ ირგვლივ ასე ჩამოიტარეთ მხრების ირგვლივ წინ უკან და ჭრიე ყველანაირ ნეგატივს ჩემგან. ესეთი პატარა რაღაცა მაინც გააკეთეთ ამ დანით და შემდეგ გადაგით და შეინახეთ ეს დანა. ესეთი რაღაცა შეგიძლიათ გააკეთოთ. მუშაობს რომ იცოდეთ. ეს არის ძალიან მწირი, როგორც მარილის წმენდა არის ახლა და რაღაცა ესეთი მწირი რაღაცებს გასწავლით. ვინც აირჩია, რა თქმა უნდა, უკვე ეს იასამნისფერი ყვავილი თქვენ შემთხვევაში ცოტა შენელებულად მიფიქსირდება. მოდი ვნახოთ, როგორ არის ფინანსური არხი, რა ხდება. პარაზიტი ყავთ. აქ პირდაპირ ქურდი და ცოტა შიშის ენერგია ისე დაფიქსირდა მეორე ვარიანტში, უფრო ეს არის აქტიური, იმიტომ რომ ეს არის უკვე ვიღაცას რომ მიაქვს თქვენი ფინანსები. რა ურთიერთობა გაქვთ ამათთან? მე უფრო მგონია ეს არის თანამშრომელი, ან ეს არის მეგობარი და ესე რომ ვთქვათ სტაბილურ ურთიერთობაში ხართ ამ ადამიანთან, ყოველ შემთხვევაში შესაძლებელია ასევე ხშირად ითხოვდეს თქვენგან დამეხმარეს. ფინანსურ დამეხმარეს გულისხმობ, აქ სულიერ და რაღაცა ესეთი არ არის ჩემო კარგი. ამის ენერგია გიბლოკავთ ფინანსებს. ეს ადამიანს რო გითხრათ რომ შეგპირდათ რამედი და დაგისრულათ, თან სისტემატიურად გიბლოკავთ. კარგი რა ხდება კიდე ფინანსურ ენერგიაში თქვენთან რამე სხვა.
იცით რა არის? მე ვერ ვიტყვი, რომ ეს ადამიანი სუფთა ენერგიებით არის თქვენს მიმართ განმსჭვალული. რატომღაც შეიძლება გეჯიბრებათ, შეიძლება რაღაც თვითონაც უნდა, ესე ვთქვათ, კარგად წარმოაჩინოს საკუთარი თუ ეს არ არის კონკურენტი, მაინც შეიძლება ცხოვრებისეული კონკურენტი იყოს, ხო? რაღაცა, როგორი რაღაცა აქვს, იცი, აი მასზე უკეთესი ვარ, ყველაზე უკეთესი. შეიძლება მანქანა ყავდეს და როგორ არის, იცი, აი უბანში ან რაღაცა ჩვენს სადაც დგას უბანში ცოტა ძალიან ისეთი ნათქვამია, ხო? ყველაზე მაგარი მანქანა ყავს. შეიძლება არის ესეთი ტიპაშიც. რა ვიცი, ახლა ერთი ადამიანი გამახსენდა აქ თუ მისმენს მიხვდება რაღაცებს. ხო, ესეთი ან ყველაზე მაგარი რაღაც, ხო? ეს ის მომენტი არის უკვე, რომ ესე იგი მთელ სამეზობლოს, რომ ყველაზე მაგარი, ხო? ვითომ რაღაცით ყველას იცით რა არის? მე მაგალითად ესეთ რაღაცებს ვერ ხვდები, რავი. პონტია. რაც არ უნდა იყოს, მაინც ჯართია. კარგით, ნახოთ, ხო. და როგორ არის ახლა ამ ადამიანზე გადმოვიდეთ, ცოტა გადავერთე რაღაცა გამახსენდა გაშლიდან გამომდინარე. კარგი, რჩევა რა არის თქვენთვის, როგორ უნდა მოიქცეთ? დაცვა გააძლიერეთ. აუცილებლად დაცვა გააძლიერეთ. აქ არის. დაცვა გააძლიერეთ ფინანსურ არხზე. აქ ფინანსურ არხზე დაცვის დადებარი ძალიან საფაქიზო თემა, იმიტომ რომ ჩათვალეთ, რომ ერთადერთი არხია, სადაც არ შეიძლება დაცვების, მოდი ასე ვთქვათ, დადება. ამიტომ აქ რაღაც უნდა გააკეთოთ ისეთი ძალიან სპეციალისტთან. ფინანსური არხის დაცვა მე უფრო აქ მაინც მგონია, ჯერ გააკეთოთ სპეციალისტთან კი პატარა რაღაცები, მაგრამ ფინანსური არხის დაცვა უფრო მეტად აქ უნდა გაითვალისწინოთ მაქსიმალურად აი ის რჩევები, რომელსაც მე გაძლევთ. არის საუბროთ, აქ საუბარი არ უყვართ თქვენ ფინანსებს. აქცენტის გაკეთება. თუნდაც ამ ვიღაცას არის, ესე რომ ვთქვათ, თვალშიც აღარ მოხვდეთ. ასევე არ გასცეთ, ეს მეგობარია თუ რაღაცა, არ უნდა ჩავარდეთ ხათრში. აი ესენი უნდა დაიცვათ. და რა თქმა უნდა, აქ სისტემატიურად ასევე არის კიდე განახლებადი, მოდი ასე ვთქვათ,